პრესბიოპია არის მდგომარეობა, როდესაც 40 წელს გადაცილებულ ადამიანს ბუნებრივად უკვე იქნება ახლო მანძილზე მკაფიო მხედველობის უნარი. მხედველობის ლაზერული კორექციის კლასიკური პროცედურისგან განსხვავებით, რომელიც მხედველობის გაუმჯობესებას მხოლოდ ერთ ფოკუსურ მანძილზე უზრუნველყოფს, პრესბიონდის მეშვეობით მხედველობის როგორც შორ, ასევე ახლო დისტანციაზე კორექცია არის შესაძლებელი. ამ ტექნოლოგიის მეშვეობით შესაძლებელია ეგრეთ წოდებული შერეული ზონის შექმნა. ორ თვალს შორის, რომელთაგან ერთი შორს მხედველია, ხოლო მეორე კი ახლო მხედველი. ორივე თვალის შერწყმული მუშაობის შედეგად უზრუნველყოფილია მკაფიო და ბუნებრივი მხედველობა, როგორც შორ, ასევე ახლო მანძილზე. საქართველოში პრესბიოპიის მკურნალობა პრესბიონდის ლაზერული ტექნოლოგიით ხელმისაწვდომია მხოლოდ New Hospital-ის ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში. კლინიკა აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიურ ბაზას, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ მიდგომებსა და მაღალ კვალიფიციურ სპეციალისტებს, რაც უზრუნველყოფს პროცედურის მაქსიმალურ სიზუსტეს, უსაფრთხოებასა და პაციენტებზე მორგებულ შედეგს. ამ თემაზე გავისაუბრებით ოფთალმოქირურგ შოთა თადუმაძეს. მოგესალმებით, რა არის პრესბიოპია და რა სიმპტომები ახასიათებს მას? პრესბიოპია არის ასაკთან დაკავშირებული მხედველობის ცვლილება, რა დროსაც იკარგება ახლო მანძილზე მკაფიო მხედველობის უნარი. ამას აფუძვად უდევს თვალში არსებული ბუნებრივი ლინზის, იგივე ბროლის ელასტიურობის დაქვეითება, რის შედეგადაც ადამიანი კარგავს ახლო მანძილზე განლაგებული ობიექტების ფოკუსირების უნარს. ძირითადად გავრცელებული სიმპტომები არის წვრილი შრიფტის გარჩევის დაქვეითება, გართულება, ტელეფონის შორს გაწევა და ასევე არ თუ ისე იშვიათად შესაძლოა იმ მხედველი დატვირთვით, რომ თავის ტკივილიც გამოვლინდეს. ძირითადად სიმპტომები უფრო თვალსაჩინოა დაბალი განათების პირობებში და საღამოს. რა ასაკიდან იწყება პრესბიოპია და რისკ ჯგუფი როგორია ამ დაავადების? ასაკიდან საშუალოდ იწყება დაახლოებით 40 წლის ასაკიდან. ეს არის ბუნებრივი ფიზიოლოგიური პროცესი, ანუ ჩვენ არ ვსაუბრობთ რაიმე სახის დაავადებაზე, ბუნებრივად ქვეითდება ამ მდგომარეობას. ბუნებრივად ხდება ბროლის ელასტიურობის დაქვეითება და თანდათან პროგრესირება ამ ახლო მანძილზე მხედველობის გაუარესების. როცა ვეცნობოდით აი პრესბიონ ლაზერის მუშაობის პრინციპი საკმაოდ განსხვავებული არის ამ ორი თვალის სხვადასხვა ზომაზე გასწორება, ასე ვთქვათ და შემდგომ შერეული ხედვის ჩამოყალიბება. რა უპირატესობა აქვს ამ მოწყობილობას სტანდარტულ მკურნალობის უფრო ავალ გზებთან? კი, ნამდვილად განსხვავებული მკურნალობის გზა არის, მიუხედავად იმისა, რომ გამოიყენება კლასიკური ლაზერული კორექციის მეთოდი, პრინციპი, ალგორითმი, რის საფუძველზეც ხდება აი ამ ოპტიმიზებული მხედველობის შექმნა არის განსხვავებული. ხდება ეგრეთ წოდებული შერეული ზონის ფორმირება, რა დროსაც ორი მხედველი ორი თვალიდან ორივე თვალს ენიჭება განსხვავებული, თუმცა ერთმანეთთან ჰარმონიულად შეთანხმებული ოპტიკური როლი. ეს ნიშნავს რას? ერთი თვალი ოპტიმიზდება მეტად შორ მანძილზე, მეორე თვალი მეტად ახლო მანძილზე, თუმცა ორივე თვალს აქვს ზონა, სადაც ორივე თვალი მკაფიოდ ხედავს საშუალო მანძილზე, მაგალითად კომპიუტერთან სამუშაო დისტანციაზე, რაც ქმნის მეტად ბუნებრივ დაბალანსებულ ოპტიკურ სისტემას. განსხვავებით წინამორბედი კორექციის მეთოდისგან, რომელსაც ქვია მონოვიჟენი, მონოვიჟენის შემთხვევაში ერთი თვალი ხედავს მხოლოდ შორ მანძილზე, მეორე თვალი მხოლოდ ახლო მანძილზე, ვერც ერთი თვალი ვერ ახერხებს შუალედურ მანძილზე დანახვას, ამისთვის საჭიროა რომ მაგალითად პაციენტი ადამიანი როცა ზის კომპიუტერთან უნდა მივიდეს უფრო ახლოს იმისთვის რომ დაინახოს, იმიტომ მისი ფოკუსური სიღრმე არის შეზღუდული. ამ შემთხვევაში ფოკუსი საკმაოდ დიდია, საკმაოდ ღრმა ფოკუსურ ეს ვთქვათ სიღრმეს ვიღებთ ოპერაციის ლაზერული კორექციის შემდგომ, რაც მეტად კომფორტოს ხდის მხედველობას. ვახსენეთ მონოვიჟენის მეთოდი, მონოვიჟენის შემთხვევაში სტატისტიკურად 40% პაციენტებისა ვერ ეგუება ამ მხედველობას და არ მოწონს. განსხვავებით ამ პრესბიონდის მეთოდისგან, რომლის შემთხვევაშიც 97% პაციენტებისა არის კარგი კანდიდატი. მხოლოდ 3%-მა შესაძლოა ვერ გაიაროს ის წინა საოპერაციო კვლევების დროს ის ტესტირება და ვთქვათ უარი უთხრათ ოპერაციაზე. 97%-ში შესაძლებელია ამ მეთოდის, ან 97%-ისთვის ეს არის ბუნებრივი მკაფიო მხედველობის მიღების საშუალება. როგორ მუშაობს თვითონ ეს ტექნოლოგია და როგორ ახერხებს პაციენტი რომ შორსაც ახლოსაც დაინახოს ერთდროულად? აი როგორც მოგახსენეთ, ერთ-ერთი პრინციპი ეფუძნება აი ამ ორი თვალის
დაბალანსებულ მხედველობას, თვალის წინა ნაწილს, რქოვანას ენიჭება მეტად სფერული ფორმა, აი მეტად მრგვალი სფერული ფორმა, რის შედეგადაც ხდება ეგრეთ წოდებული სფერული აბერაციების ფორმირება. ახლა თვითონ სიტყვა რომ არ დაგაბნიოთ, ეს რას ნიშნავს? სფერული აბერაცია არის სწორედ ის თავისებურება, ის ოპტიკური, ასე ვთქვათ, თვისება, რის საფუძველზეც ფოკუსური სიღრმე იზრდება. ჩვენ ვიცით, რა რაოდენობის სფერული აბერაცია შეგვიძლია გამოვიწვიოთ, ეს არის კონტროლირებული და სწორედ აი ამ სფერული აბერაციების ფონზე, სფერული აბერაციების მეშვეობით ვაღწევთ ფოკუსური სიღრმის გაზრდას. საინტერესოა ძალიან. რომ შევეხოთ უშუალოდ პაციენტების გამოცდილებას ამ ტექნოლოგიაზე, რამდენად კომფორტულია ეს პაციენტებისთვის და ასევე რა პერიოდში გვაძლევს ის შედეგს ოპერაციის შემდგომ? ძალიან კომფორტულია, ვინაიდან რადგანაც მეორე დღიდანვე პაციენტები თავისუფლებიან სათვალის საჭიროებისგან. ბუნებრივია პოსტოპერაციული პერიოდი გარკვეულ თავისებურებებთან არის დაკავშირებული. პირველ რიგში ეს თავისებურებები არის ის ვთქვათ პოსტოპერაციული მდგომარეობა, რაც ზოგადად უკავშირდება ლაზერული კორექციის შემდგომ პროცესს. ეს არის მომატებული მგზნობელობა შუქზე, რამოდენიმე დღის განმავლობაში, ასევე უცხო სხეული შეიძლება პირველი რამოდენიმე საათის განმავლობაში და თვალის მომატებული სიმშრალე, რომელიც მარტივად იმართება სპეციალური დამატენიანებელი წვეთების საშუალებით. ამის გარდა, რაც შეეხება უშუალოდ პრესბიონდის პოსტოპერაციულ პერიოდს, არის გარკვეული დრო, რაც არის საჭირო ამ მხედველობაზე ადაპტაციისთვის. მარტივად ვთქვათ, twins ჭირდება დრო, რომ გაიაროს ეგრეთ წოდებული ნეიროადაპტაცია და გადაეწყოს ამ ტიპის ხედობაზე, რაც როგორც მოგახსენეთ 97%-ში არის მიღწევადი და შესაძლებელი. ეს არის კარგი კანდიდატი ამ ოპერაციისთვის. კანდიდატი არის ყველა პაციენტი, ვისაც ჭირდება სათვალე და არ უნდა რომ ატაროს. 40 წლის ზემოთ მაგალითისთვის აი შესაძლოა თქვენ ხსმენიათ ესეთი მოსაზრება, რომ ლაზერული კორექცია 40 წლის შემდეგ აღარ ტარდება. ამას აი ჩვენთანაც რომ მოდიან პაციენტები ხშირად კითხულობენ 40 წლის შემდეგ ატარებთ ოპერაციას. არის ეს მოსაზრება, სწორედ იმიტომ რომ სტანდარტული ლაზერული კორექციის შემთხვევაში თუ კი მოხდება ლაზერული კორექციის ჩატარება 40 წლის ზემოთ პაციენტი მიიღებს მხოლოდ შორსხედობის გაუმჯობესებას და საკითხავი სათვალე მაინც დაჭირდება. ჩვენ შემთხვევაში თუ კი პაციენტი მოგმართავს კლინიკაში, გვთავაზობთ პრესბიონდის მეთოდს, რომელიც აძლევს საშუალებას შორსხედობის გაუმჯობესებასთან ერთად ამავდროულად მიიღონ ახლომანძილზე ხედვების გაუმჯობესებას და სრულად გათავისუფლდნენ სათვალის საჭიროებისგან. და საინტერესოა, შედეგის ხანგრძლივობა რამდენად დიდია? ძალიან კარგი კითხვა არის. შედეგი ბუნებრივია, რომ როგორც მოგახსენეთ, პრესბიოპია პროგრესირებს. ის არ არის, ესე ვთქვათ, დინამიური პროცესია და დროთა განმავლობაში პრესბიოპიის პროგრესირებასთან ერთად შესაძლოა, რომ ლაზერული კორექციის ეფექტი დაიკარგოს. ნუ საშუალოდ ჩვენ ვუყურებთ 7-10 წლის შემდეგ. და ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ? თუ კი მოხდება მხედვობის სიმახვილის დაქვეითება და პაციენტისთვის ეს გახდება შემაწუხებელი, ძალიან მარტივად მხოლოდ ერთ თვალზე, რომელიც ოპტიმიზებულია ახლომანძე მხედვობისთვის, ხდება აი ამ ახლომანძე მხედვობის გაუმჯობესება კიდევ დამატებითი ლაზერის საშუალებით. განმეორებითი, რომელიც ბევრად მარტივი არის ტექნიკურად შესასრულებლად და ბევრად მარტივია პაციენტისთვის გადასატანად, რადგან მხოლოდ ერთ თვალზე ხდება ამ შემთხვევაში. შორს ოპტიმიზებული თვალი მუდმივად ხედავს შორს და მას აღარ ჭირდება დამატება, თუმცა სადღაც 7-10 წლის შემდეგ ახლო მანძილზე, როდესაც პაციენტი შეამჩნევს მხედვობის კვლავ გაუარესებას, შესაძლებელია, რომ ისევ განმეორებით მოხდეს ლაზერული კორექცია. შეიძლება რამდენჯერმე განმეორდეს? შემდეგ უკვე შედის ადამიანი ეგრეთ წოდებულ კატარაქტის ასაკში. კატარაქტა არის პროცესი, ბროლის შემღვრევა, რომელიც ყველა ადამიანს ემართება. სტატისტიკურად 65-70 წლის ასაკში ყოველ მეორე-მესამე ადამიანს აქვს კატარაქტა. თავის მხრივ კატარაქტა
კატარაქტის განვითარება აქვეითებს ამ ოპერაციის შედეგს, იმიტომ რომ კატარაქტის ფონზე ხდება მხედრობის დაქვეითება. თუმცა სტანდარტულად ეს ოპერაცია ხელს არ გვიშლის, რომ მომავალში, როდესაც კატარაქტა განვითარდება, პაციენტს ჩაუტარდეს კატარაქტის ოპერაცია და ერთი საინტერესო დეტალი სტანდარტული კატარაქტის ოპერაციის შემდგომ, როდესაც ხდება მონოფოკალური ბროლის გადანერგვა, პაციენტი ხედავს კარგად შორ მანძილზე და ახლოს საჭიროებს სათვალეს. ვისაც ჩატარებული აქვს პრესბიონდი და ჩაისვას მონოფოკალურ ლინზას, ეფექტი ახლო მანძილზე მხედრობის კატარაქტის ოპერაციის შემდგომაც შეუნარჩუნდება. ბევრს აქვს წარმოდგენები და შიში, რომ რაიმე გართულება არ იყოს და როგორც ახსენეთ, თავად ბევრ პაციენტს აქვს თუ წარმოდგენებიც და ასე რწმენები ამ ოპერაციაზე. რაიმე საფრთხე თუ შეიცავს, ეს გართულება არის უკიდურესად იშვიათი და საშუალო სტატისტიკურად დაახლოებით 6000-დან ერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს. საბოლოო ჯამში New Hospital-ის გამოცდილება როგორია ამ ტექნოლოგიის გამოყენების მიმართულებით? რომ შევაჯამოთ. გამოცდილება საკმაოდ დიდია. იქიდან გამომდინარე, ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჩვენ ვართ პრინციპში პირველი კლინიკა და ჯერჯერობით ერთადერთი, რომელიც ქართულ პაციენტებს თავაზობს პრესბიონდის მეთოდს. პრესბიონდი მოცემ მომენტში ითვლება მსოფლიოში პრესბიოპიის სამკურნალო ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და პროგნოზირებად მეთოდად. და ჩვენ ვცდილობთ, რომ ცნობიერება ავამაღლოთ, რომ არსებობს ეს მეთოდი, რომ ასაკშიც ხედველობა გამოვისწოროთ. დიდი მადლობა. ნამდვილად მნიშვნელოვანია იმ ინფორმაციის მიწოდება. მადლობა, რომ გვესტუმრეთ. მადლობა თქვენ მოწვევისთვის.